ხედავთ მასპინძელთა გუნდის შემადგენლობას სწორედ ხედავთ უკვე ქუთაისელთა შემადგენლობასაც და კიდევ სტუმრებმა ქობულეთში ადგილობრივი შუქურა დამარცხდა გათამაშების ლიდერთან მოსული მარცხნივ და პასი ბაბუნაშვილის ქიმაძის მისამართით ქიმაძე და განუგრავა ქიმაძე ცდილობს საჯარიმოს შესვლას და შევიდა კიდევ ერთ ფეხბურთელი მოატყუა ვერ ახერხებს დარტყმას პასი დოლიძე თუ მიუსრა შემპანაძე და 1-0 ძალიან კარგად გაითამაშეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა 7 საგოლე გადაცემა დოლიძეს და მეხუთე გოლი კაპანაძის ხედავთ და ქიმაძე მითამაშა ძალიან კარგად რამდენიმე ფეხბურთელს აუარა გვერდი შემდეგ დაინახა დოლიძის მოძრაობა საჯარიმოში იქ მეკარე გამოვიდა ცოტა დაუფიქრებლად ალბათ მაინც ჰამზიჩი შეეძლო დარჩენილიყო კარში ჩაწოდება და აქ უკვე კაპანაძეს ხელი ვერავინ ვერ შეუთავის მატჩები და მე თავიდანვე მინდა გითხრათ დოლიძემ დაარტყა ბრწყინვალე გოლი ვიგოლ დოლიძეს კიდევ ერთი ძალიან ლამაზი გოლი კიდევ უფრო უკეთესად გამოჩნდება ყველაფერი აი ხედავთ საჯარიმოდან ოდნავ მარჯვნივარი და აქედან კარში დარტყმა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება მაგრამ ყოველ შემთხვევაში დოლიძემ გადაწყვიტა დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა ამ განმეორებით და ამ რაკურსით უკეთესად გამოჩნდება ხედავთ დაარტყა ისეთი შტაბეჭდება დარჩა ყოველ შემთხვევაში ჩაჭრაბურთი თვითონვე დაიძრა იხსნება იქ ორი ფეხბურთელი ბაბუნაშვილი დოლიძე და ბრწყინვალე დოლიძეს კიდევ ერთი ულამაზესი გოლი ყოჩახ გრიგოლ დოლიძის ხედავთ ბაბუნაშვილის პასი და ესე ეფექტურად მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში აჭრა და მეკარეს ბურთი თავზე გადაატარა ეს უკვე საშემსრულებლო კლასია ამას სხვა რამე არ ქვია